სინაგოგასთან ერთად სასაფლაო ებრაული სარწმუნოების ყველაზე წმინდა ადგილია. ქალაქის ხმაურიდან მოშორებით, ბათუმის ქუჩის ზოგორაგზე, მდინარე კაბარჭის სანაპიროზე, ერთი კედლით არის გამოყოფილი ადგილი, სადაც თითქოს ძრავ გაჩერდა. ეს არის ებრაული სასაფლაო, არა მხოლოდ მიცვალებულთა გასასვენებელი, არამედ ქართველი ებრაელების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდესი და უძველესი მემორიალი. მე ახლა ამ მემორიალთან ვდგავარ, ქვებს შორის ჩაბუდებული დროის ამოკითხვას ვცდილობ. სასაფლაოს ჭიშკარი უძველეს კარიბჭეს გავს. როგორც კი მის ტერიტორიაზე შეაბიჯებ, სიჩუმე გეუფლება, რომელსაც მხოლოდ ქარის შიალითო დაარღვევს. სასაფლაოს დაარსება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, რაც ემთხვევა ფოთის, როგორც შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტისა და რკინიგზის კვანძის სწრაფ განვითარებას. ებრაელები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და თბილისიდანაც კი გადმოდიოდნენ, აქტიურად ჩაერთნენ ქალაქის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სასაფლაოზე შევხვდებით ერთმანეთის გვერდით მდგარ ძეგლებს, რომლებიც მოგვითხრობენ ისტორიას, საუკუნეს რომ ითვლის. ძველ ქვებზე წაშლილია გრავირება, საფლავებზე კი იპოვით ქართული, ივრითისა და რუსული წარწერების ნაზავს, რაც ხაზს უსვამს ქართველ ებრაელთა ორმაგიდენტობას, ერთდროულად ერთგულებას, საკუთარი ტრადიციებისადმი და ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით სევდიანია უძველესი საფლავები, სადაც დროის მიერ დატოვებული კვალი ბზარები, წაშლილი წარწერები თითქოს მუდმივობას ანიჭებს ხსოვნას. უძველესი შემორჩენილი საფლავის ქვები 1906-1910 წლებით თარიღდება, რაც ადასტურებს, რომ სასაფლაო ქალაქის ებრაული თემის არსებობის ადრეული ეტაპიდან გამოიყენებოდა. გვხვდება საფლავის ქვებზე ამოწიფრული ებრაული სიმბოლო, დავითის ვარსკვლავი. სამწუხაროდ, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, აქაც იგრძნობა ნოსტალგიისა და მიტოვების ცევდა. 2007 წელს თარიღდება ბოლო ცნობილი დაკრძალვა. 1970-იანი წლებიდან დაწყებული მასობრივი ემიგრაციის, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც ქართველმა ებრაელებმა ისრაელში ან სხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს, მათი მარადიული განსასვენების მოვლა პატრონობა ქართველებმა გააგრძელეს. დღეს ჩვენი ქალაქი გულდასმით უვლის ამ ადგილს. ყოველი საფლავის ქვა ერთი დიდი 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურის ნაწილია. სასაფლაო დუმს, მაგრამ მისი დუმილი ხმამაღლა მოგვითხრობს ერთიანობის, ტკივილის, წმენისა და ისტორიული მეცნიერების შესახებ.